მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების ხარისხს. ეს კი კონკრეტული ფინანსური ინტერესებით იხსნება. ირკვევა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების უკან ოპოზიციის ლიდერებიც დგანან. მაგალითად, შპს მეგაკო ტრეიდის ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ხაზარაძეა. მეგაკო ტრეიდი კი საქართველოში ექსკლუზიურად უწევს დისტრიბუციას გლობალურ ბაზარზე საკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მონდელეზის პროდუქციას. აღნიშნული კომპანია კი 2023 წელს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორად გამოაცხადა, რადგან კომპანიის ბალანსზე არსებული 3 ქარხანა რუსეთში მდებარეობს და მისგან გადახდილი გადასახადები რუსეთის ბიუჯეტს ავსებს. ერთ-ერთი თავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ბიზნესი გათავისუფლდა და ბიზნესი არის სრულად თავისუფალი. რა თქმა უნდა, ამ პრინციპს დავიცავთ ურყევად, ვისთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული კონკრეტული კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა კომპანიას ექნება ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება. თავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება კარტელური გარიგებებისგან. ლელოში დღეს ხაზარაძის ინტერესებზე არაფერი უთქვა, სამაგიეროდ მმართველი პარტიის ინტერესებზე მიუთითეს. ქართული ოცნების ინიციატივას პოპულიზმი უწოდეს და ხელისუფლებას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდეს. ბინძურ პოპულიზმს თავი დაანებონ და თუ ვინმეს უნდა რომ რეალურად რამე შეიცვალოს ამ სფეროში, ხელისუფლებას ყველა იარაღი და ინსტრუმენტი ხელში უჭირავს. პირველი დაწიოს გადასახადები, თითქმის ნულამდე მიიყვანოს DGG და სხვა გადასახადები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. საკუთარ გუნდში ყავთ იმპორტიორები და მისი პოლიტიკური გუნდის დამფინანსებლები არიან სასურსათო პროდუქციის შემომტანებიც და გამყიდველებიც. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ გარკვეული კარტელური გარიგებები იყოს ამ კომპანიებს შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები არიან. ოცნება აქამდე ამ კომპანიებისგან შემოწირულობებს ხოვებულობდა და მაშინ არ სვავდა ამ კითხვებს, საიდან მოდის ეს ფულიო? დისტრიბუტორთა მოგების მარჟა რომ მაღალი, ამას დისტრიბუტორთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა კოალიციაც ცვლილებისთვის წევრი ივა ჭყონიაც ადასტურებს, თუმცა ამის მიზეზად ისიც მაღალ გადასახადებს ასახელებს. განამოგების ახიტირებენ, გადასახადები აქვს უბრალოდ მაღალი და ამ ეტაპზე ვერ იქნება მათი მარჟა დაბალი, იმიტომ რომ მაღალი გადასახადები აქვს მათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე დაწყებული წინააღმდეგობის კამპანიას ქართული ოცნება ოპონენტ და ბიზნეს ინტერესებით ხსნის და პრობლემის გადაჭრეს რეალურ გზებს ეძებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სურსათთან ერთად ხელისუფლება მედიკამენტების ფასების შემცირებაზეც იზრუნებს. როგორ შეიძლება მოახერხო ის, რომ დადგე მაღალი ფასების ხარეს, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი. როგორც წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე, ბუნებრივია, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მივახციოთ ფასების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით, ეს ხება მათ შორის მედიკამენტებზე დადგენილ ფასებსაც. გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს და თუ ქვეყანა გიყვარს, თუ შენი მოსახლეობა გიყვარს და პატივსცემ, რატო უნდა ეწინააღმდეგებოდი ამ ყველაფერს წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებული მას შემდეგ, როდესაც ერთ წუთში განცხადებიდან და ინიციატივიდან დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. დადგნენ იმის მხარეს, რასაც კიდევ ერთხელ ხაზად პოპულისტურად, თურმე სრულიად პოპულისტურად, ესე ვთქვათ, სპეკულირებდნენ თვეების მანძილზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე მომზადდა პირველადი კვლევა, რომელმაც არსებული ბაზარი შეისწავლა და პირველადი მიგნებები გამოკვეთა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთანაც. გამოიკვეთა კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორთან, ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციის ფასების შემცირებას. სასურსათო ფასების შემცირებაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები ერთად იმუშავებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაზარზე შესაძლო კარტელური გარიგებების შესწავლა უკვე დაიწყო. პარლამენტში კი საკითხის შემსავლელი კომისიის შესაქმნელად ემზადებიან.